ბათუმში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერეს არჩილ ხაბაძე და რუსლან ქორიძე აღმაშენებლის ბაგრატიონის ქუჩებსა და შემმორთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია შემოდგომამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4.700.000 ლარია. რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქციას, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. რეაბილიტაციას შეფასების დააწარმოებს პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია. არჩილ ხაბაძემ და რუსლან ქორიძემ ბათუმთან შემმორთებულ ტერიტორიებზე გზებზე ბეტონის საფარის დაგების პროცესიც დაათვალიერეს. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ტაბიძის მონაკვეთი ლეონიძიდან აღმაშენებლის კვეთამდე არის დაგეგმილი, დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადება და ამ აღმაშენებლის დასრულების შემდეგ გზა რო არ გაიჭედოს, ასე ვთქვათ, ცაცობები რო არ იყოს, შემდეგ დაიწყება მუშაობა ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე. სამომავლოდ გვეგმავს ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია სამთვეში, მონაკვეთი სულაბერიძე შავშეთის დასრულდება და შემდეგი მონაკვეთი შავშეთი გოგოლის მონაკვეთზე უკვე დავიწყებთ ფიქს. აქტიურად მიდის შემორთებული ტერიტორიების კეთილმოწყობა. პირველ ეტაპზე ავითვისეთ 455 კუბური მეტრი ბეტონის საფარის მოწყობა. ახლა მეორე ეტაპზე 1680 კუბური მეტრით უნდა მოვაწყოთ ისევ ბეტონის საფარით პრობლემური საგზაო მონაკვეთები და ასევე ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ წლის ბოლოს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.